გამარჯობა. დღეს მოვედი ქალბატონი ეკა კუპატაძის და მისი არაჩვეულებრივი ოჯახის მხარდასაჭერად ამ ძალიან დიდ და სერიოზულ საქმეში და ბრძოლაში, რაც მან დაიწყო. რეალურად ყველა ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის არის ეს ბრძოლა. არაჩვეულებრივი მასწავლებელი გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეა ეს ეხება ეს ყველაფერი, მე მათ სახთანა ვარ. აი სწორედ იმ სკამთან, სადაც დღეების განმავლობაში ელოდებოდნენ მას, შეისწავლეს მისი გადაადგილება, შეისწავლეს მისი განრიგი იმ პირთა ჯგუფმა, იმ ბანდამ, რომელიც არის სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც რა თქმა უნდა თავიდან არ იყო მხილებული. მართალი გითხრათ, ბევრი რამ მართლაც შოკის მომგვრელია ამ საქმეში. ლოდინი, წინასწარი განძრახვა, წინასწარი შეთანხმება აი ბიჭების მიერ. და რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე ქალბატონი ეკა, მისი გუნდი ყველაზე კარგად ისაუბრებს, მე არ შევალ ამ დეტალებში. მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ეხლა რახან დიდი გამოცდილება მაქვს ამ საქმეში, ვიტყვი რომ ეხლა იქნება მცდელობა, რომ ესეთი სასაცილო ტაქტიკა აქვთ ხოლმე ეგეთი ამ შემთხვევაში, რომ დააზიანონ თვითონ გიგას რეპუტაცია ჭორების მეშვეობით, ეგ არის ძველი ესეთი გამოცდილი მეთოდი. იმიტომ რომ ამ საქმეს და ამ უწესიერეს, უკარღეს მოქალაქეთა ოჯახს ღმერთმა როგორც ჩანს მისცა ეს ძალიან დიდი ამოცანა, ეს ძალიან სერიოზული ტვირთი, რაც არის ჩვენი ყველა შვილების დაცულობისთვის ზრუნვა. ამ ერთ საქმესთან დაკავშირებით. აი აქედან არის ქვაც აღებული ხალხნო. აი აქედან ის ქვა, რომელიც იპოვა თვითონ აი აქედან წარმოგიდგენიათ, რომ ეს გამოძიება დღემდე ჩაატარა თავად ეკა კუპატაძემ. ქვაც თვითონ იპოვა. გარკვეული მტკიცებულებებიც თავიდან, ანუ თვეების განმავლობაში, სანამ ამ ქალმა არ დააყენა მთელი საქართველოს ფეხზე, მანამ რეალურად ტანსაცმელიც არ იყო გამორთმეული როგორც მტკიცებულებად. წარმოგიდგენიათ? ეხლა აღარ ჩავყვები იქ პროკურორების და პოლიციელების სახელებს, ამისთვის მოიცლის ეთერი. ახლა მინდა ვთქვა, რომ მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს. სიმართლე უნდა გავიგოთ. სიმართლე უკვე სახეზეა. სახეზეა მცდელობა, რომ აქ იყო ყველაფერი მიფუჩეჩების მცდელობა იყო, ამის ხალიჩის ქვეშ შეგდების მცდელობა იყო. გადაბმული არის სახელმწიფო და შავი სამყარო. და გადაბმული არის აი ეს მცდელობა, რომ დაიმალოს სიმართლე და ისიც მინდა გითხრათ. ახლა რო იღებს ხმას ბევრი ხალხი. აი ახლა თვეები რო გავიდა იმის შემდეგ, ხალხნო, ნახეთ, უნდა მოხმარებოდეს სიმართლე მნიშვნელოვანია. თუ ვინმე იყო მართალი, თუ ვინმეს ჰქონდა მტკიცებულება, თუ ვინმე იყო ეს ყველაფერი აქამდე როგორ იყო ყველა ჩუმად. როგორ იყო ეხლა რომ ამოიღო ქალბატონმა ეკამ და რაღაცას რომ შეძრა მართლა შეაზანზარა სამყარო. თან რატო უნდა აკეთებდეს ამას თავად დაზარალებული ეს გამაგებინეთ. თან ნორმალურ სახელმწიფოში როგორ არის? დაზარალებულს უკან უდგას სახელმწიფო. ეგეთი სახელმწიფო გვინდა ჩვენ. ამ შემთხვევაში პირიქით არის დაზარალებული ქალი და მისი მთლიანი ოჯახი, წესიერი მასწავლებლების ოჯახი, დადის და რკინის ქალამნით ეძებს სამართალს. ხო? ესეც არასწორია. და მესამე, მე მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ეხლა უკვე ყველაფერი გარეთ არის გამოტანილი, საქმის მასალები გადაცემულია, ადვოკატების გუნდი სწავლობს, ესეც გასაკვირია, რატო უნდა სწავლობდეს ოჯახი. ისედაც სახელმწიფო აბა ისთვის არის გადასახადებს ისთვის ვიხდით, ეს ხო სხვამ უნდა გააკეთოს, პროკურორმა, მოსამართლე, პოლიციამ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი, ხო? ერთ რაღაცასაც გეტყვით ბოლოს. სოფლიოში არსებობს ბევრი მეთოდი, ეს სუფთა ჩემი პოზიცია მინდა გითხრათ როგორც მეცნიერის. ბევრი მეთოდი პასუხისგებლობის აღების. არსებობს ესეთი საზოგადოებრივი მეთოდი, არსებობს მონანიება, არსებობს ბოდიშის მოხდა.
არსებობს საქართველოში, დასავლეთ საქართველოში, ასევე მთაში, ყველამ კარგად იცით. მეთოდები არსებობდა, რომ თემი იკრიბებოდა, არჩევდა საქმეს, ეხლა სვანეთშიც არის შემორჩენილი, თვითონ განსაზღვრავდნენ, ადამიანი მოინანიებდა, მერე გამოდიოდა, ბოდიშს მოიხდი და მოინანიებდა, სასჯელს თვითონ იკისრებდა. ან თემი გადაწყვეტდა ამას, ხო? ბევრი მეთოდია ამის გაკეთების. ამ შემთხვევაში ჩვენ არაფერთან საქმე არ აგვაქვს. ანუ არც ერთი ნაბიჯი არ აგვაქვს რომელიმე მხრიდან რომ დავინახოთ, რომ ვინმე იაზრებს იმ უბედურებას, რა უბედურებას გაკეთდა. ხაიგეთ? იმაზე კი არ არის რომ ჩემ პოზიციას გეუბნებით, როგორც სამართლის მცოდნის, რომ უნდა ადგეს ვიღაცა და მაინდა-მაინც უნდა ჩაჯდეს, ვიღაცა უნდა ჩაჯდეს, ვინც ვერ იაზრებს, ეხლა ისეთი მიმოწერებია ამ საქმეში ხალხო, წინასწარ როგორ შეიძლება ამ საქმეს წინასწარ განზრახვით არ ერქვას. წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა. პირდაპირ ამბობენ ადამიანები, ამას ვიზავთ. უსატკავებენ დღეებია. ზუსტად იციან, რომ რა მიმართულებით მიდის ეს ახალგაზრდა. ხვდებით თქვენ რა მაფიოზურ სახელმწიფოში ვცხოვრობ ჩვენ? და ქრისტიანულ ქვეყანაში, იქ სადაც ქრისტიანული მორალი არსებობს, სადაც თუნდაც შენი ადაწესები არსებობს ციხის გარდა და პასუხისმგებლობის გარდა, ეს არის სახელმწიფოს საქმე. საცახად არსებობს ადამიანური მორალი, არსებობს მონანიება, არსებობს ბოდიშის მოხდა, არსებობს დაზარალებულთან მისვლა და შერიგება. აბა ქართული ლიტერატურა რაზე არის? დღეს ამას არაფერს არ ვხედავთ ჩვენ, არც ერთი მხრიდან. აქეთ არის ეს ქალი, ქალბატონი ეკა, აქეთ არის მისი ოჯახი, აქეთ არის ქართველი ხალხი. ვხედავთ რაღაცა ნაბიჯებს სახელმწიფოს მხრიდან, მე ამას მივესალმები, მინდა რომ სამართლიანი ვიყო, მაგრამ მანამდე რაც მოხდა, თვეების განმავლობაში, აი ამ თოვლში რო არის, აი თოვლის ქვეშ რო არის, ხო? დაბუდებული რაღაცა და რო არის, აი ესე იყო სიმართლე ამ საქმეზე. დანარჩენი მოგვიანებით. ყველას უსაფრთხოება ჩვენ შვილებს ნორმალურ სახელმწიფოში ცხოვრება და უღრმესი მადლობა კუპატაძე ავალიანების ოჯახს ყველასგან. დარწმუნებული ვარ, თქვენც ყველა ასე ფიქრობთ.